დღეს მინდა გაგიზიაროთ უფლის სიტყვა შეფასებოდა. გულში ჩამედო, რადგან დღეს ზიარებაც გვაქვს. გულში ჩამედო ერთი მუხლის ირგვლივ ვილაპარაკო, რადგან ამ მუხლში არის შატეული, შეიძლება ვთქვათ, მთელი სახარებისეული ჭეშმარიტება. და მანამდე მინდა გაგახსენოთ 1 ტიმოთეს მესამე თავიდან ეს მე-16 მუხლია, მაგრამ მანამდე მინდა უბრალოდ გაგახსენოთ, რომ თუ წაიკითხავთ თქვენ ტიმოთეს წერილს თავიდანვე, დაინახავთ, რომ იქ მრავალი დარიგება არის. შეიძლება ზოგიერთი რაღაცა წვრილმანადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ დარიგება არის უფასებო ტიმოთეს წერილებში, როგორი უნდა იყვნენ საერთოდ ადამიანები თავიანთი ცხოვრებით, ახალგაზრდები, მოხუცი კაცები, მოხუცი ქალები, როგორ უნდა ხდებოდეს ეკლესიაში მსახურების არჩევა, როგორი უნდა იყვნენ ეპისკოპოსები, როგორი უნდა იყვნენ უხუცესები, დიაკვნები, მათი ოჯახები და ასე შემდეგ. და აი ამ მუხლში ლაპარაკობს, რომ ამას გწერ მე-14 მუხლიდან ვკითხულობ და ვიმედოვნებ, რომ მალე მოვალ შენთან. ამას ეუბნება ტიმოთეს მოციქული პავლე. მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე როგორ მოიქცე ღვთის სახში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა. ამინ. მაგრამ თუ დავიგვიანებ, მოციქული პავლე წერს ახალგაზრდა ტიმოთეს, თუ შემაგვიანდა თქვენთან მოსვლა, ამას იმიტომ გწერთ, ეს იყო ინსტრუქციები ფაქტიურად მსახურისთვის, რომ იცოდე შენ როგორ მოიქცე ღმერთის სახში. ამინ. როგორ მოიქცე ღვთის სახში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა. ღვთის სახლი ეს საკრებულო იყო. ღვთის სახლი ეს ის ადგილი იყო, სადაც მორწმუნე ადამიანები იკრიბებოდნენ და მორწმუნე ადამიანებს ემსახურებოდა ტიმოთე. ღმერთის სახლს თავისი წესები გააჩნია, შემოზრფასებო. არ შეიძლება ყველა მსახურს მინდა უთხრა და პირადად ჩემ თავს, არ შეიძლება ჩვენ ღმერთის სახლში მოვიქცეთ ისე, როგორ ჩვენ გვესმის, როგორ ჩვენ გაგვიხარდება, როგორ ჩვენთვის უფრო კომფორტული იქნება. თუ ეს ღმერთის სახლია, ღმერთს თავის სახლში თავისი წესები გააჩნია. ღმერთს თავის სახლში თავისი წესრიგი გააჩნია. და ღვთისმსახური მოციქული პავლე წერს ახალგაზრდა მსახურ ტიმოთეს და ეუბნება, ამას ყველაფერს იმიტომ გწერ, რომ თუ შევიგვიანე, თუ დამაგვიანდა და არ მოვედი დროზე, შენ იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღმერთის სახში. ამინ. ეს ინსტრუქციები იყო, შემოძვრფასო, ყველა მსახურისთვის და ყველა მსახურს რა მსახურებაშიც არ უნდა იდგე შენ, უნდა გესმოდეს და უნდა იცოდე, რომ ღმერთის სახლს თავისი წესები გააჩნია. თუ რიგითი ეკლესიის წევრი ხარ და შენ მსახურებაში არ დგეხარ, მაგრამ შენ თავს მიაკუთვნებ ეკლესიას, იესო ქრისტეს სახლეულს უნდა იცოდე, რომ ღმერთს თავისი წესები გააჩნია ყველაფერში. ამინ. ცოცხალ ღმერთს დიდება მისი ეკლესიისთვის. შემდეგ ფრაზაში წერია იგივე მუხლში. მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე როგორ მოიქცე ღვთის სახში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი. ეკლესია არის მოხსენებული აქ როგორც ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი. მე არ ვამბობ იმას, რომ თვითონ ეკლესია არის ჭეშმარიტება, მაგრამ აი ამ მუხლში არის ძვირფასებო ჩადებული ის, რომ ეკლესია ეს არის იმ ჭეშმარიტების, ღვთიური ჭეშმარიტების სვეტი, საყრდენი და გამხმიანებელი. ეკლესიის ფუნქციაში შედის, რომ ჭეშმარიტება ღვთიური გადასცეს ადამიანებს. ღვთიური ჭეშმარიტება დაიცვას, ღვთიურ ჭეშმარიტებას გაუფრთხილდეს და დაუმახინჯებლად გადასცემდეს ქვეყნიერებაზე ყველა ადამიანს. ამისთვის დააფუძნა ღმერთმა ეკლესია. მინდა ზურფასებო, ორიოდე სიტყვა ეს არ არის ძირითადი თემა ჩემი, მაგრამ ამ მუხლის მიხედვით თქვა, რომ ჩვენ უნდა ვაფასებდეთ ღმერთის ეკლესიას. იცით ეშმაკს უამრავი ხრიკი გააჩნია. წმინდა წერილის მიხედვით ჩვენ ვიცით, ვინ არის ბოროტი ეშმაკი. ის არის სიცრუის მამა. და სიცრუის მამა იცით რას ნიშნავს, რომ რაც კი ქვეყნიერებაზე გინახიათ სიცრუე, სიფლიდე, მზაკრობა, ადამიანები როგორი დახელოვნებულები არიან არა ერთმანეთის მოტყუებაში. ამას ერთად ვამბობდი, რომ
შეიძლება ადამიანი თვალებში გიყურებდეს და იქვე გატყუებდეს. თან ისე დახელოვნებულები არიან ამაში, რომ ეს თითქმის ხელოვნების დონემდე ყავთ აყვანილი, როგორ მოატყუონ ადამიანი, როგორ ჩაიდინონ რაღაც ისეთი მზაკრობა, რომ გააცურონ ადამიანები. შემოძვრფასებო და რაც კი ქვეყნიერებაზე გინახიათ ყველაზე უფრო უმაღლეს დონეზე შესრულებული სიცრუე, იცოდეთ რომ მის მაღლა, ამაზე მაღლა, გაცილებით მაღლა დგას ბოროტი ეშმაკი, რომელიც აი ამ ყველაფრის სიცრუის მამაა, ყველაფერი მისგან მოდის. და მას გააჩნია 1000 მეთოდი, რომ ძვირფასებო ადამიანები მოატყუოს. და ეკლესიასთან მიმართებაში ძვირფასებო ატყუებს ადამიანებს ეშმაკი. იცით ზოგიერთ ადამიანში შეიძლება იყოს უბრალოდ ეკლესიისადმი დამოკიდებულება. ზოგიერთ კონფესიაში შეიძლება იყოს მიღებული, რომ ეკლესიაა ყველაფერი. ეკლესია წყვეტავს, ეკლესია მართავს და რა დონეზეც არ უნდა იყოს ეკლესია, კერთაყვანისმცემლობა არის თუ რაც არის, მაინც ეკლესია არის ჭეშმარიტების უმაღლესი მწვერვალი. და ამის მიხედვით ატყუებს ადამიანებს რელიგიური კუთხით, მაგრამ 21 საუკუნეში დღეს აქტუალური ხდება უკვე ისეთი სიცრუეები, ან განმეორებით, რომელიც უკვე იყო საუკუნეების განმავლობაში, რომლებსაც ადამიანები ადვილად ეგებიან ეკლესიასთან მიმართებაში. ერთ-ერთი ასეთი აზრი არის, რომ ღვთის ესე იგი ეკლესიის გარეშე ძალიან კარგად უგზნობ თავს, აუცილებელი არ არის ეკლესიაში სიარული. აუცილებელი არ არის ეკლესია, მე ვარ ეკლესია, ჩემშია ეკლესია, იესო ჩემში არის. მე კარგად ვგზნობ თავს, ყოველდღე ვკითხულობ ბიბლიას, ყოველდღე ვლოცულობ, კარგი ურთიერთობა მაქვს უფალთან. აუცილებელი არ არის ეკლესიაში სიარული. შემოძვრფასებოდ ეს მოიტანა დრომ, როცა ადამიანები 1000 გვარ არასწორ რაღაცებს ისმენენ და უყურებენ. ერთი ქართული ანდაზამინდა გაგახსენოთ ნათქვამი, ბრძნული რომ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. ყველაფერი, რაც გაბრწყინებულია, თითქოს და ანათებს, ყველაფერი სინათლე არ არის. როცა მე სახარებას ვკითხულობ, მე სხვა სურათს ვხედავ. მე ვხედავ, რომ იესო ქრისტემ განაცხადი გააკეთა ერთ დროს, მე ჩემს ეკლესიას ავაშენებ. ამაში იგულისხმა რა? მორწმუნეთა ის ჯგუფი, რომელიც მისი სახელით იქნებიან ამ ქვეყანაზე. და იესომ თქვა, ეს ჩემია. სიტყვა ეკლესია კი არ არის უნიკალური აქ, ეკლესია ხალხის შეკრებას ნიშნავს. იესომ თქვა, ჩემ ეკლესიას, ჩემ კრებულს, ჩემ ხალხს მე შევკრებ, ეს იქნება ჩემი ეკლესია, ჩემი შესაკრებელი, ჩემი კრებული, როგორც გინდათ ისე უწოდეთ. ჩემი თქვა იესომ. ჰალელუია. და ის რაც იესოსი არის, ის ძვირფასია. ის რაც იესოს ეკუთვნის, ის ძვირფასია. და ასე წერია, რომ იესო ქრისტემ თავი ეკლესიისთვის დადო. ეკლესია მისი სხეული არის დღეს. იესო ქრისტეს უყვარს ეკლესია. იესო ქრისტეს ეკლესია არის მის საპატარძლოდ აღიარებული. ამიტომ ყველა ჭეშმარიტი აზროვნების მატარებელი მორწმუნე და ერთგული მორწმუნე იქნება რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის წევრი და არა ჰაერში გამოკიდებული. იცით მე შემხვედრიან ადამიანები კარგად უგრძნობ თავს, მე არ ვეხები მათ პირად სულიერ მდგომარეობას და ურთიერთობას უფალთან. ამით ლაპარაკით შეიძლება ითქვას, რომ ხანდახან იღლება კიდეს ადამიანი, როცა უმტკიცებ ჭეშმარიტებას სახარებიდან სიტყვას ეუბნები და ადამიანი მაინც სხვაგვარად გელაპარაკება. თუ სახარების სიტყვა წაკითხული მუხლი შენთვის ავტორიტეტი არ არის, მაშინ ტყუილის წყლის ნაყვარი ხშირად ლაპარაკი ადამიანთან, მაგრამ მე უბრალოდ ამ ადამიანებს ერთ რაღაცას ვეტყვი. ღმერთმა გაგურთხო შენს ურთიერთობაში მასთან. მე ხელი არ მაქვს იქ დარჩავერები, მაგრამ მე მინდა იქ ვიყო, სადაც საიდანაც ღმერთი თავის საქმეს აკეთებს. და ეს ეკლესია არის. ეკლესიის მეშვეობით აკეთებს უფალი. ეკლესია არის იესო ქრისტეს ყურები, თვალები, ხელები, ფეხები. იესო ქრისტეს სხეული. ეს ეკლესიაა. ამას მინდა წერილი ამბობს, რომ სხეულის თავი, ეკლესიის თავი იესო არის. სხეული ეს არის ეკლესია და მისი თავი ეს იესო არის. ხშირად არის ხოლმე რომ
მწყემსურ პოზიციაზე როცა არის ლაპარაკი, მწყემსია ყველაფერი, მწყემსია თავი ეკლესიისა. უბრალოდ მე პატარა კორექტივს შევიტანდი, რომ არ გაამაყდე მწყემსებიც, რომ ჩვენ გვყავს ერთი მწყემსი ყველას. ის არის მთელი ეკლესიის თავი. და ჩვენ ლოკალურ ადგილობრივ ეკლესიებში შეიძლება უფალმა როგორც მწყემსი დელეგირებას უკეთებს ხოლმე ეკლესიაში მსახურებს, ვიღაც უბნის ხელმძღვანელია, ვიღაც შეიძლება უჯრედის ხელმძღვანელი, ეს არის ძალაუფლების დელეგირება, გადანაწილება. თუ იმ მწყემსმა, ჩვენმა მწყემსმა ადგილობრივ ეკლესიაში, რომელიმე მწყემს მისცა დელეგირება ძალაუფლების, რომელიც მას ეკუთვნის, მოდი არ გავამაყდეთ ჩვენი თავი. არ წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფრის თავი ჩვენა ვართ, ჩვენი თავი იესო ქრისტეა. ის არის ეკლესიის თავი. ის არის ეკლესიის მწყემსი და ჩვენ ყველა მით უმეტეს მწყემსები, როგორც პავლე მოციქული ეუბნებოდა ტიმოთეს, იცოდე როგორ უნდა მოიქცე ღმერთის სახში, მემორჩილებოდეთ ყველა იესოს, უსმენდეთ იესოს და მე ვიტყვი მე იქ მინდა ვიყო, საიდანაც ღმერთი თავის საქმეს აკეთებს. ისეთ ერთი ადგილი არის სახარებაში მოწაფეებმა იესოს უთხრეს, იესო ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ამას აკეთებდა და აუკრძალეთ. იესომ უთხრა, ნუ აუკრძალავთ. მაგრამ ისიც რა არის? მთელი სახარების განმავლობაში იმ ხალხზე და იმ ადამიანებზე აღარაფერი აღარ წერია. ისინი აღარსად მოხსენებული აღარ არიან. ყველგან მოხსენებული არის მოციქულები და ეკლესია. ყველგან მოხსენებული არის ზურფასებო ის ადამიანები, რომლებიც ერთგულად იყვნენ ეკლესიაში. იმიტომ რომ ეს არის უფლის სახლი. ეს არის უფლის გზა, ეს არის უფლის შესაკრებელი ადგილი, ამიტომ პატივი მიაგე მას. ხშირად ისეთ რა იწყება ზურფასებო, ადამიანების გაციება იწყება იქიდან, როცა ბიბლიას არ აკითხულობს, არ ალოცულობს, მერე ეკლესიაში სიარულს შეწყვიტავს ხოლმე. ეშმაკი აქედან ატყუებს, მაგრამ უყურეთ, საპირისპირო სიცრუეც გააჩნია, ბიბლიას კითხულობ, სახარებას კითხულობ, ლოცულობ, კარგად გრძნობ თავს, მაგრამ ეკლესია არ გინდა. ეს მორიგი ტყუილი არის. ის თუ იმაში დაიჭირა, რომ არ კითხულობს და არ ლოცულობს, შენ იმაში დაგიჭირა, რომ კითხულობ, ლოცულობ და შენი თავი სულიერი გგონია და ეკლესია აღარაფრად აღარ მიგაჩნია. აი ამ სიცრუეში დაგიჭირა ეშმაკმა, ეს სიცრუეში დაგაგონა. ამიტომ თუ სულიერები ვართ და ვინმე სულიერებაზე საერთოდ პრეტენზია გააჩნია, ჩაუღრმავდით წმინდა წერილს. ჩაუღრმავდით რას ლაპარაკობს წმინდა წერილი. ასე აუცილებლად მოტყუდები, თუ შენ გზნობას გაყვები, თუ შენ მდგომარეობას გაყვები, თუ ადგილობრივ ეკლესიას არ მოусმენ და მხოლოდ სადღაც ვიღაცებს უსმენ, რომელიც ბრწყინავს, მაგრამ ოქრო არ არის, აუცილებლად ასდები ჭეშმარიტებას. ამიტომ მე ყოველთვის იქ მინდა ვიყო, სადაც ღმერთი თავის საქმეს აკეთებს. მე თუ ვიქნები რიგითი წევრი, მე ისევ ეკლესიის ერთგული ვიქნები, იმიტომ რომ ვიცი ეკლესია რა არის. მე აქ იმიტომ არა ვარ, რომ ეკლესიის ეპისკოპოსი ვარ, ან მსახური ვარ, მწყემსი ვარ. არა, მწყემსი რომ არ ვიყო, არც ქადაგებელი ვარ ვიყო. აი ასე ვიждდებოდი და მოусმენდი ეკლესიას და ეკლესიის დავალებას შევასრულებდი, იმიტომ რომ გაცხადებული მაქვს რა არის ეკლესია. ცოცხალ ღმერთს დიდება. ჩვენ ვართ იესო ქრისტეს თვალები, ხელები, ყურები, ფეხები, როცა მივდივართ ქადაგებთ, როცა მოქმედებთ, ვეხმარებით, როცა ადამიანების საჭიროებებს უსმენთ, როცა უყურებთ ამ ყველაფერს და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, შევაგონებთ, ჩვენ იესო ქრისტეს ბაგე ვართ. გინდა იესო ქრისტეს ხელში იყო, მისი სხეულის წევრი მოქმედი იესოთი ამოქმედებული, მოусმინე იესოს. მოусმინე სახარებას. ცოცხალია ჩვენი მარადიული ღმერთი. სიცრუე უამრავი გააჩნია ეშმაკს. მაგრამ ნუ მოусმენთ. მე ყოველთვის იმას ვამბობ და კიდევ ერთხელ და კიდევ წმუნდები, რაც უფრო მეტი დრო გადის. უტყუარი წინასწარმეტყველური სიტყვა მხოლოდ ღმერთის სიტყვა არის. რამდენი ადამიანი შემხვედრია ამ 46 წლის მსახურების პერიოდში. 46 წლის მე მგონი ამდენი ხნის მორწმუნე თითოეულ რაღაც თუ დარჩა საქართველოში პროტესტანტულ ეკლესიებში. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ხნის განმავლობაში რამდენი ადამიანი მინახია უფლის სახელით მოლაპარაკე, სულიწმინდის სახელით მოლაპარაკე, დღეს ამას ამბობს, გადის პერიოდი საპირისპიროს ამბობს, მერე კიდევ გადის პერიოდი და მისი ქმედებები არ ემთხოვა სახარებას, მისი ცხოვრება, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი ეთიკა, მისი მორალი. და ისევ სულიწმინდას და ისევ ღმერთის გამოცხადებას და წინასწარმეტყველებს იშველიებენ.
უამრავი სიცრუე ზუსტად აქედან მოდის. მაგრამ ბიბლია ამბობს, უმტკისესი წინასწარმეტყველური სიტყვა ეს ბიბლია არის. ეს სახარებაა წმინდა წერილი, რომლის მიხედვითაც მოწმდება ყოველგვარი ჭეშმარიტება. ეს არის საბოლოო ავტორიტეტი ჩვენთვის მორწმუნეებისთვის. ღვთის სიტყვა ზეცი და მოსული და წერია, რომ ღმერთმა თავის სახელზე მაღლა, მოამაღლა რა, თავისი სიტყვა ზეცაში. მისი ბაგიდან გამოსული სიტყვა და ღმერთი ეს ერთი და იგივეა. შეუძლებელია ღმერთი ერთს ამბობდეს და ჩაწერილი იყოს წმინდა წერილში და დღეს ღმერთი სხვა ადამიანს საპირისპიროს ელაპარაკებოდეს. ამიტომ ჩამოძვრფასებო, ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაცია შენი შეამოწმე წმინდა წერილის მიხედვით. ეთიკა, მორალი, ზნეობა, ადამიანის ცხოვრება, მსახურთა თვისებები, ყველაფერი ეს იზომება ერთი საზომით, რომელიც არის წმინდა წერილი. ერთი საზომით. საზომი გქონდეს წმინდა წერილი და შეასწორე შენი თავი. იცით ბიბლია ერთ ადგილზე გველაპარაკება, ამოს წინასწარმეტყველმა იხილა, კაცი რომელიც იდგა ხედელზე და შვეული ეჭირაო ხელში და უფალმა თქვა, შვეულს დავდებ მე ისრაელში. შვეული რა არის? საზომი ერთეული თარაზო თქვა დღეს, უფრო კარგად რომ გავიგოთ, ხო? შვეულს დღეს იმდენად აღარ ხვარობენ, ლაზერული რაღაცები, ხელოსნებს უკვე კედლებს რო ასწორებენ, მაგრამ ეს იყო ის უძველესი ინსტრუმენტი, რომელიც იმ დროსაც იყენებოდა და ეხლაც მაგ მამაჩემისა შენახული სახში კედელი რო შენდება, ჩამოუშვებენ შვეულს და იმით იზომება, რამდენად სწორი არის კედელი. იცით რა ზურფასებო? შვეული ღმერთის სიტყვაა. ინსტრუმენტი, რომელიც ასწორებს ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ ქმედებას, ჩვენს ოჯახებს, მსახურებას და აბსოლუტურად ყველაფერს ეს არის ღმერთის სიტყვა. ეს არის საზომი. ეს ასწორებს ზურფასებო ყველაფერს და არა ის შენ როგორ გესმის. არა ის ვიღაცას როგორ გაუცხადა უფალმა. და უფალმა გაუცხადა კი არ ეს კიდევ საკითხავია. უმტკისესი წინასწარმეტყველური სიტყვა. მე არ მჯერა იმისი რომ დღეს მოусმი რომ ყველას თუნდაც პოპულარული ქადაგებლები იყვნენ. და ერთ-ერთზე გადავყლაპო რასაც ისინი ლაპარაკობენ. იმიტომ რომ 46 წლის განმავლობაში მინახია მეგა ეკლესიები, მათი მწყემსები, შემდეგ არასწორ მოძღვრებაში და არასწორ მორალში გადავარდილები, მათი არასწორი აზროვნება დარჩენილი. ამიტომ გაბედულად ვიტყვი მე იმას, რომ უმტკისესი წინასწარმეტყველური სიტყვა ეს ბიბლია არის. ამიტომ თუ რამაც ვისმენ დღეს, მე ყველაფერს შევამოწმებ წმინდა წერილის სინათლეზე. რამდენად ეს მოძღვრება ესწავლება, შეეფერება წმინდა წერილს. და ერთ რამესაც ვიტყვით, რისიც მწვენია, მე პირადად გითხრათ, ვინ იყვნენ სრულ მოძღვრები ეკლესიის ისტორიაში, ესენი იყვნენ არა უბრალო რიგითი წევრები, რომლებსაც არავინ არ უსმენდა, ყოველთვის სრულ მოძღვრები იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ მწყემსურ პოზიციებზე, მასწავლებლები და მსახურები. დიახ, მე მწვენია ამას რო ვამბობ. მაგრამ ეს შეშმარიტება ეს ასე არის. ამიტომ უნდა შევინახოთ თავი და იმიტომ მეუბნებოდა მოციქული პავლე ტიმოთე. მე თუ დავაგვიანე, იცოდე როგორ უნდა მოიქცე ღმერთის სახში. და მთელი ინსტრუქციები მისცა მას. მოდი შევიყვაროთ უფალი. მოდი ნუ ვიქნებით ძვირფასო ძმებო და დებო. ადამიანები, რომლებიც მოძღვრების ყოველგვარ ქარს გაყვებიან. ისეთ რითი იყო თბილისის ეკლესია ცნობილი, ძველი. აი ჩვენი ძველი მორწმუნეები რო იყვნენ. გეტყვით ერთ რამეს ზურფასებო. მაშინ შეიძლება ესე ინტერნეტი და სოციალური ქსელები არ იყო, მაგრამ ეკლესია იმდენად ერთი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირის პერიოდში. ყველა აი ვლადივოსტოკში სადღაცა სიმბირში ვიღაცა რო გაერიცხათ ეკლესიიდან, თბილისში ვიცოდით ხოლმე ის. იმდენად შეკრული იყო აი იმ ტერიტორიაზე ეკლესიები. და ისეთ რამდენად ხშირად იყო ასეთი მომენტები, რომ ვიღაც სრულ წინასწარმეტყველი, არასწორი ადამიანი იარა ეკლესიებში, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენმა ძმებმა გაშიფრეს მაშინ ვინ იყო. აქ წაიტეხავდნენ ხოლმე ფეხს თბილისში. რატომ? ძმებმა იცოდნენ ხოლმე სიტყვა. ისმენდნენ და მერე წერილში იყურებოდნენ.
ნუ შეიძლება ყოველთვის სწორად რაღაცები არ ესმოდათ, მაგრამ ძირითადი საკითხები გეტყვით. რაც მორალ ზნეობას და საფუძველს შეეხებოდა იცოდა იმ ხალხმა. ერთი ძმა მახსენდება ხოლმე. ის ელაპარაკობდა ხოლმე სულიწმინდაზე. თანტიროდა ხოლმე. და მის ნალაპარაკებში მოძღვრება მოსმენილი არ ქონდა, რომ სულიწმინდა პიროვნებაა, მაგრამ აღქმა, როგორც სულიწმინდაზე რო საუბრობდა, ბუნებრივად ასეთი ჩამოყალიბდა, რომ სულიწმინდა ეს ძალა არ არის, ეს პიროვნება, ეს ღმერთია. ჩამოძრფასება. მაგრამ ისიც რა ქონდათ იმ ძმებს? ძმებო, ჩვენი ძმა გაბრიელი იყო, რომელმაც იცოდა, როცა უსმენდა ხოლმე, ძმებო, მოდი ჩავხედოთ წმინდა წერილს. სიტყვას ჩავხედოთ ძმებო. და იმ სიტყვის საფუძველზე იმდენი სრულ წინასწარმეტყველი გაიშიფრა თბილისში ძრფასება. უბრალოდ, როცა ეს ყველაფერი მახსენდება ხოლმე, არა, ვამაყობ იმ თაობით, რომელიც დამხვდა ეკლესიაში. ვამაყობ იმ ადამიანებით, რომლებიც დამხვდნენ ეკლესიაში, ვისგანაც ვისწავლე რაღაცეები. ცოცხალ ღმერთს დიდება და მინდა გითხრათ, შემოძრფასებო, ნუ შეგვეშინდება იმისი, რომ შავზე შავი ვთქვათ. ნუ შეგვეშინდება იმისი, რომ არასწორ მოძღვრებაზე არასწორი ვთქვათ. არასწორ ქცევაზე არასწორი ვთქვათ. ნუ შეგვეშინდება ამისი. ეს მე არ მეხება. ეს მისი პირადი ცხოვრებაა. ჩემ პირად ცხოვრებას ნუ შეეხებით, ეს ჩემ პირადი ცხოვრებაა. ისეთ მე თუ გავხდი ეკლესიის წევრი. ჩემი პირადი აღარ არის. მე თუ რამე სისულელეს შავიდენ, ჩემი პირადი აღარ იქნება. თქვენ ყველა შეგეხებათ ეს. იმიტომ რომ ეკლესია ვართ, ერთი ოჯახი ვართ. დებით? მე თუ არასწორს რა იმეს გავაკეთებ, მაშინვე ნახავ თქვენ. თქვენ იმ წემსი. ესეთები ხართ უყალა. არ აქვს მენია თუ რა? ამიტომ შემოძრფასებო. შენი პირადი ცხოვრება მარტო შენ აღარ გეხება. ჯერ მუდმივობას ეთამაშები. მაგრამ ზოგს ხო ამისიც აღარ ეშინია და იცით რატომ? არის ერთი არასწორი მოძღვრება. თუ ერთხელ გადარჩი, სამუდამოდ გადარჩენილი ხარ. აღარ დაკარგავ გადარჩენას. ამის ინტერპრეტაცია შეიძლება სულიერი კუთხით სხვანაირად, რომ ჭეშმარიტებასთან ახლოს მოიყვანო, მაგრამ ადამიანები, ვინც ამ მოძღვრებას მიყვებიან, მათ მორალში და ზნეობაში ჩანს მოშვებულები, მაინც გადარჩენილები ვართ. რაღაცის უფლებას აძლევენ თავიანთ თავს. მაგრამ ადამიანები, რომლებიც დღეს დარწმუნებულები არიან, მე დარწმუნებული ვარ გეტყვით. მე ასეთი მორწმუნე ვარ, ჩემი რწმენა მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ. მე მჯერა რომ იესო ქრისტეს სისხლით განწმენდილი ვარ და ნაპატიები მაქვს ყველაფერი. მე მჯერა რომ გადარჩენილი ვარ და ამაში ეჭვი არ მეპარება. მე მჯერა რომ ღმერთის შვილი ვარ და ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ერთი რამე ვიცი, როგორც დავიწყე, ისე უნდა შევინარჩუნო ეს ყველაფერი. ერთი რამე ვიცი, რომ ეს წოდება, რომელიც ღმერთმა მომცა, ღმერთის შვილობა და მადლით გადარჩენა, ეს არ არის ლიცენზია ცოდვისთვის. რახან გადარჩენილი ხარ, შეგიძლია რაღაცებს უფლება მისცე შენ თავს. იცით, გადარჩენილი ადამიანის ნაყოფები ზუსტად ის არის, როცა შენ სიწმინდისკენ იცრაფვი. როცა სიწმინდისადმი წყურვილია, კი, მადლის ქვეშ ყოფ ადამიანი შეიძლება შეგეშალოს, ადამიანები ვართ. ამას არ გამოურიცხავთ ჩვენ. შეიძლება ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ ასეთი ადამიანი თავს კი არ იმართლებს. მადლით ავარ გადარჩენილი, მონანიებით უბრუნდება ღმერთს და ცრებლით ტირის და ევედრება უფალს უფალო. შენ ახარ ჩემი უფალი. კი ამაშიც გვაქვს ჩვენ ნუგეში სიტყვა იესო ქრისტეში შანსი ყველას აქვს. ის მპატიებელია, ის მოკვდა შენი ცოდვებისთვის და თუ დაუშვი შენ ცხოვრებაში რაღაც, ეშმაკმა არ მოგატყუოს და უიმედობაში არ ჩაგაგდოს, მოტრიალდი ისევ იესოსთან აღიარე და მიიღე ის მადლი, რომელიც იესოში არის. პატარა განსხვავება შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ერთი აგდებს ადამიანს სიწმინდის მდგომარეობაში და უფლის წინაშე სწორ მდგომარეობაში რომ იდგეს, ხოლო მეორე გაგება ადამიანს აგდებს რაში? მოშვებულებაში, რომ შეიძლება რაღაცის უფლება მისცე შენ თავს, ღმერთი მაინც პატიებელია, ის მაინც გაპატიებს, ნუ მოიტყუებ თავს. უყურეთ წმინდა წერილს. და წმინდა წერილს რომ ვკითხულობთ, მთელი წმინდა წერილი ამით არის გაჟღენთილი. წაიკითხეთ მუსიკულ პავლეს წერილები. რა სინანულზე არსად არ წერია, მონანიებაზე არსად არ წერია,
აბა ის მითითებები, რომელიც არის იფხიზლეთ, სიბნელის საქმეებს ერიდეთ, უამრავი ადგილი შეიძლება ჩამოვთვალოთ. ეს ყველაფერი რა არის? ცარიელი ინსტრუქციებია. ერთი იუმორისტული იყო ხოლმე ყოფი ადრე საგზაო ინსპექციას რო ეძახდნენ ხოლმე გაი. ერთმა გააჩერაო ძღოლი შევიდა, იქ სადაც არ უნდა შესულიყო ის აგური რო არის ხოლმე ნიშანი. შესვლა არ შეიძლება. გააჩერაო წესრიგის დამცველდება. ეს ნიშანი გასაშრობად კი არა კიდე აქაო. უნდა შეასრულო. რისთვის წერია ამდენი ინსტრუქციები? სხვა საქმე არ ქონდათ ამ ადამიანებს და წერდნენ? ეს იმიტომ დაიწერა, რომ ჩვენ აქედან უნდა ვისწავლოთ. ჩვენთვის ეს უბრალოდ ინსტრუქციები არ არის, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, მშრალი კანონები. ეს ცხოვრებისეული ინსტრუქციებია, სიბრძნე ჩადებული, გონიერება ჩადებული. და თუ ამ ხელა მადლი მოგცა ღმერთმა, როცა ამ ყველაფერს უკვირდები ხოლმე ღმერთო, სისხლი დაღვერა იესომ. ჩვენი სოდვები გამოისყიდა და კიდევ მზად ინსტრუქციები მოგცა ძვირფასებო და ამ ინსტრუქციებში გვაჩვენა ჩვენი წინამორბედი ადამიანები, ვინ იცავდა, ვინ არ იცავდა, რა მდგომარეობაში ვარდებოდნენ, რა შედეგები მოდია მათ ცხოვრებაში და ჩვენ მომავალზეც გველაპარაკება, რა იქნება შემდეგში. ჩემი გზა, რაც არ უნდა შემხდეს ამ ცხოვრებაში, გაჭირვება იქნება, კეთილდღეობა იქნება, ყველაფერი ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ჩემ გზას ვერაფერი ვერ დააბნელებს, იმიტომ რომ ბიბლია მაჩვენებს ჩემს მომავალს. ჰალელუია, ცოცხალობის დიდება. უფალმა გვაგურთხა ზურფასება. ეს არც არ ქონდა გეგმაში, მაგრამ თუ უფალმა ასე წარმართა, მოდი მივიღოთ როგორც უფლისული გველაპარაკება და რამაც ჩავიხედოთ ჩვენ ცხოვრებაში და ვიყოთ მორწმუნეები მართლა. მოყვარულები იესოსი, მოყვარულები მისი სიტყვის და მისი ოჯახისა, რომელიც ეკლესიაა. რა ჭეშმარიტებას იცავდა ეკლესია? მინდა ამ მუხზე ვილაპარაკო, სანამ ზიარებას მივიღებ ჩვენ. უცილობლად დიდია, შემდეგ მე-15 მუხლის შემდეგ წერია. უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის ეს საიდუმლო. ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებული იქნა სულში, დანახული იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, რწმენით იქნა მიღებული ქვეყნიერებაზე და ამაღლდა დიდებაში. ნახეთ, აი ამ მუხლის შემდეგ ამბობს, რომ უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო. ეს მუხლი ძვირფასებაა. საინტერესო არის იმიტომ ჩვენთვის, რომ როგორც ბიბლიის კომენტატორები ამბობენ, რომ ადრეული ქრისტიანი ეპოქის ეკლესიებში ეს იყო საეკლესიო ჰიმნის რაღაც ნაწილი, რომელსაც მღეროდნენ. ხობარის დღეს ერთი სიმღერა არის, გუნდი მღერის ხოლმე, წამს ერთი ღმერთიო და ირწმენის განაცხადი არის, ხო? აი ეს მუხლიც არის მიჩნეული ბიბლიის კომენტატორების მხრიდან, რომ საეკლესიო ჰიმნის რაღაც ნაწილი იყო, რომელსაც პირველი ეკლესია აღიარებდა, ძვირფასებოდა მოციქულმა პავლემაც აი ამ წერილში მოიხსენია. იმიტომ რომ პირველი ეკლესია თუ ასეც იყო და ჰიმნი იყო, ჰაერიდან აღებული არ იყო. დაგწერია შემოძვირფასებო, აი თითოეული სტრიქონი რომ წავიკითხოთ ჩვენ, თითოეულში რაღაცა აზრიდევს. და როცა არის ლაპარაკი უცილებლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო, სიტყვა საიდუმლოს ეს ის კი არ არის, ახლა მე შენ საიდუმლოდ რაღაცას გეუბნები და არავის არ უთხრა. თუ ისეთი საიდუმლოა, რომელიც არავის არ უთხრა, მაშინ მე რატომ მეუბნები? ხშირად არის ხოლმე ადამიანები რაღაცას ყურს მოკრავენ, გაგიზიარებენ, აი შენ გეუბნები, სხვა არავის არ უთხრა, საიდუმლოდ შემინახე. იცით, წმინდა წერილი ამაში ეშმაკი მოქმედებს ხოლმე შემდეგ. მაგრამ წმინდა წერილი საიდუმლოს ამას არ უწოდებს. მოციქული პავლე როცა ამბობს, რომ უცილებლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო, აქ არის იმ დაფარული ჭეშმარიტების განსაზღვრა, რომელიც დაფარული იყო ძველი აღთქმის პერიოდში და ცხადი გახდა ახალი აღთქმის დროს. ძველი აღთქმა ლაპარაკობდა ქრისტეზე, მესიაზე, მის მოსვლაზე. ძველი აღთქმა ლაპარაკობდა მის სიკვდილზე, მის აღდგომაზე. მაგრამ ეს დაფარული იყო ძვირფასებო მრავალთაგან, სანამ ახალი აღთქმის პერიოდში
იესო ქრისტეში არ გაცხადდა ეს ყველაფერი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, როცა აქ ჩვენ მოციქული პავლე ლაპარაკობს საიდუმლოზე, არ არის ლაპარაკი აქ უბრალო სწავლებაზე, მაგრამ აქ არის ლაპარაკი იმ საიდუმლოზე, რომელიცაც გამოხატავს ღმერთი. ეს არის ღმერთის გეგმების სიღრმისეული გაგება, რომელიც დაფარული იყო მრავალი ადამიანისთვის. საუკეთესო ღვთისმსახურება, ჩემო ძვირფასებო და ღვთისმოსაობა დაფუძნებულია იესო ქრისტეში გაცხადებულ ამ საიდუმლოებებზე. და ამ მუხლის 6 წინადადება მინდა განვიხილოთ, სადაც წერია პირველი ღმერთი გამოჩნდა ხორცში. ეხლა აქ მე ახალს არაფერს არ გეუბნებით. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ამ ერთ მუხლში არის გამოხატული ჩვენი ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საფუძვლები, რომელსაც ეკლესია იცავდა. ჭეშმარიტების სვეტი. ეკლესია აი ამ ჭეშმარიტებებს იცავდა. ეს ფრაზები ტყუილად არ არის აქ ჩაწერილი. მოციქულმა პავლემ აქ გააცხადა, თუ ეკლესია რას უნდა იცავდეს, თუ ყოველი ჩვენთაგანი ცხოვრება რაზე არის აშენებული და რას უნდა ვიცავდეთ ჩვენ ცხოვრებაში. და აქ წერია ღმერთი გამოჩნდა ხორცში. ხორცშესხმის საიდუმლო მდგომარეობს იმაში, დაფარული აზრი მისი, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად იესო ქრისტეში. ღმერთი გახდა ადამიანებისთვის ხელშესახები და ხილული. იესო ქრისტე გამოჩნდა ხორცში და ვხედავთ, რომ იესო ნაზარეველის პიროვნებაში ღმერთი გახდა ადამიანი. როცა შევხედავთ ჩვენ იესოს, უყურებ რა იესოს, ჩვენ როგორ უნდა უყუროთ ახლა წერილის მიხედვით. მაგრამ იყვნენ მასთან მოსიარული ადამიანები ფიზიკურად, რომლებიც ხედავდნენ მას. დღეს ჩვენ სახარების მიხედვით ხედავთ იესოს, მის პორტრეტს, მის საქმეებს, მის ლაპარაკს. და როცა ჩვენ ამ ყველაფერს ხედავთ, ძვირფასებო და უყურებთ, ჩვენ ხედავთ ღმერთის გონებას, მის სიბრძნეს, მის გულს, მის გრძნობებს, მის მოქმედებებს, რომელიც ხელმისაწვდომი არის ადამიანებისთვის. იესო ქრისტეში, როცა ჩვენ მის მოძღვრებას ვსწავლობთ, ჩვენთვის ხელშესახები არის ღმერთის სიყვარული. ჩვენთვის ხელშესახები არის ქრისტეს მადლი. ჯერ მარტო ის რა დღის, როცა იესო ქრისტესთან ცოდულები როდესაც მიხავდათ, იესო პატიობდა მათ. ქალი, რომელიც ქვებით უნდა ჩაექოლათ და სიკვდილისთვის ემზადებოდა, იესომ თქვა, თუ თქვენ უცოდველები ხართ, ესროლე თქვა. იესომ დაიცვა ის ქალი, მისი სიცოცხლე და მისცა შანსი მონანიებისა. ღმერთის გული. ქრისტე ჯვარზე გაკრული, როცა ავაზაკს პატიობს, შეიძლება ვთქვათ ფიზიკურად მისთვისაც ალა სასიკვდილო აგონია შეიყო. შეიძლება ჩვენ გვეთქვათ სიკვდილი მაინც მაცადეთ. მაგრამ როცა ავაზაკმა შეძახა და უთხრა იესო, უფალო, შენ სამეფოში გამიხსენე. იესომ რა უთხრა? არ მოიშორა თავიდან, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში. ჩვენ როცა იესო ქრისტეს უყურებთ, ხედავთ ღმერთი ხელშესახები და ხილული ჩვენი ადამიანური აზროვნებისთვის. ამენ. ეს საიდუმლო იყო, ეს დაფარული იყო. ისრაელი ელოდებოდა იესოს როგორც პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც გამეფდებოდა, დაამარცხებდა რომაელებს, გაბატონდებოდნენ, მაგრამ ის სახარებისეული ჭეშმარიტება დაფარული იყო მათთვის. ღმერთი გამოჩნდა ხორცში. ჰალელუია. ხორცში ძვირფასებო ეს არ ნიშნავს, რომ იესო ქრისტე იყო ცოდვილ დაცემულ ბუნებაში. აქ იგულისხმება უბრალოდ ადამიანის სხეულის მსგავსება. სიტყვა გახდა ხორცი. იოანეს პირველი თავის 14 მუხლი ამბობს. სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით ახსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდ ჩობილის დიდება. ნახეთ ძვირფასებო, სიტყვა გახდა ხორცი. ვინ იყო ეს სიტყვა? იოანეს პირველ თავში წერია, დასაბამიდან სიტყვა იყო. სიტყვა ღმერთთან იყო. და თვითონ ის სიტყვა იყო ღმერთი. ყველაფერი მის მიერ მისთვის შეიქმნა. ეს არის ფრაზა, საიდუმლო, დაფარული აზრი, რომელიც თვალნათლივ გველაპარაკება სამპიროვან ღმერთზე.
სიტყვა ღმერთი იყო. მაგრამ ის რომ არ ვიგულისხმოთ, რომ ეს ერთი პიროვნება იყო, იქვე წერია. ის ღმერთთან იყო. ესე იგი რას ნიშნავს? ეს სიტყვა ღმერთთანაც იყო და ღმერთიც იყო. ეს მე მგონი რაღაცაზე გველაპარაკება. რომ ის ცალკე გამოცალკევებული პიროვნება. ის თვითონ ღმერთი იყო და ამავე დროს ღმერთთან იყო. ყველაფერი მის მიერ და მისი შეიქმნა. ღმერთს დიდება ამისთვის. და წერია ძვირფასებო, რომ ჩვენ ვისი დიდება ვიხილეთ, როგორც მხოლოდშობილის დიდება. ჰალელუია. იესო ქრისტე მოვიდა იმისთვის. როგორც შემდეგ წერია კიდევ ასეთი სიტყვები ებრაელთა 2:14-ში, რომ ჩვენ ისეთი მღვდელთავარი გვყავს ებრაელთა 4:15-ში. ჩვენ ისეთი მღვდელთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენ სულძულებაში. ის ჩვენსავით გამოსტილია ყველაფერში გარდა ცოდვისა. იესო მოვიდა როგორც ღმერთი, როგორც კაცი, რომ ჩვენთან ყოფილიყო. და დღეს ჩვენი ნუგეში იცით რა არის შემოძვრფასება? ის დღესაც ახლოს არის ჩვენთან. ის ისეთი მღვდელთავარი იყო, რომელმაც თავისი საკუთარი სიცოცხლე მოიტანა მსხვერპლად ადამიანებისთვის. და იესო ქრისტე როგორც კაცი, როგორც ადამიანი, ის თანაგვიგზნობს. მანიც ის ადამიანის ყველა სისუსტე, ყველაფერი გამოსცადა გარდა ცოდვისა. რაც შეიძლება პრობლემები შეხვდეს ადამიანს, იესომ გამოსცადა. თავის თავზე გამოსცადა სიძრულის მოქმედებაც, ღალატიც, დევნაც, გაჭირვებაც, უარყოფა. რაც შეიძლება ცხოვრებაში, რამაც შეიძლება ტკივილი მოგაყენოს შენ, იესომ ყველაფერი გამოსცადა გარდა ცოდვისა. და დღეს, როდესაც ჩვენ მოვდივართ იესოსთან, ჩვენთვის ეს, რომ ხორცი გამოსდა ღმერთი დიდი ნუგეში არის, შენ როდესაც მოდიხარ ღმერთთან და შენი ადამიანური ტკივილები გაქვს, იცოდი აქ არის ის, ვისაც ეს მიშენი. ვისაც შეუძლია ყველაზე კარგად გაგიგოს. შეიძლება მე ვერ გაგიგო ისე რაღაცაში. შეიძლება მე ვერ ჩავსდე შენს მდგომარეობას, მაგრამ იესო ზუსტად ეს მისის მდგომარეობა. ამიტომ როცა იესოს წინაშე მოვდივართ, არც თავის მართლება გვჭირდება, რომ თქვათ, რომ ღმერთო, იცით, აი ესე გამოგდის ხოლმე. ღმერთს ყავს ვასწავლით ჩვენს ლოცვაში, ღმერთო, ეს ის არ არის, რაც შენ გონია. ღმერთმა ზუსტად იცის. ჩვენ გვინდა ხოლმე ჩვენ საკუთარ თავს გამართლება მოუძებნოთ და როცა ვინანიებთ, აი მაშინაც გამართლებას ვეძებთ, ეს იმიტომ შემწოდე რომ ეს იყო. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ წინაპირობა ეს მქონდა. წინაპირობა ყოველთვის არის. ადამსა და ევას არაფერი გაჭირვება არ ედგათ, მაგრამ წინაპირობა იმათაც ჰქონდათ, ეშმაკი ატყუებდა. ამიტომ დღეს როცა ღმერთის წინაშე ვდგევართ, ის არის ვინც ადამიანი ის ხეულში ცხოვრობდა, რომელმაც ყველაფერი გადაიტანა და დღეს კარგად ეს მიშენი. ოღონდ წრფელი იყავ იმის წინაშე. ისე გადმოგვარე შენი გული როგორც არის, ის უფრო კარგად გიცნობს, ვიდრე შენ საკუთარ თავს იცნობ. ამინ. ამიტომ დაგვეხმაროს უფალი. ჰალელუია. სიწრფელე ესეთი თვისება, რომელსაც ღმერთი აფასებს. წრფელი ადამიანი სასიამოვნო ადამიანია. წრფელი ადამიანის არ შეგეშინდება, იმიტომ რომ წრფელი ადამიანი ლაპარაკობს იმას, რაც გულში აქვს და არა იმას, რაც იქით სადღაც შემონახული აქვს, რაღაცა ფანდი, ხრიკი, შენ ერთს გელაპარაკება, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მეორეს ფიქრობს იქით. იყავი წრფელი. წრფელები უყვარს უფალს. წრფელ ადამიანებს უფალი არ გაწირავს. წრფელი ადამიანები შენახული იქნებიან უფლის მიერ. იყავი წრფელი ადამიანი. განა შეუმცდარი ვერ იქნები, წრფელი იყავი. სრულყოფილებას დღეს არავინ არ აგთხოვს. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ სრულყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავე დროს ღმერთს ახსოვს, რომ მიწის მტვერი ვართ. მაგრამ წრფელი უნდა იყო. ჰალელუია. შემდეგი ძვირფასებო რა წერია, ჩემთვის დიდი ნუგეშია, რომ ასეთი მღვდელთავარი მყავს. როცა უფლის წინაშე ვდგები, ახსნა განმარტებაც კი აღარ გჭირდება. მაგრამ თუ რამეს ვეუბნები უფალს, იცით ასეთი მომენტი არის, როცა ვიდიხარ ფსიქოლოგთან, ჯერ უნდა გალაპარაკო, რატო?
უნდა დაიცალო. კი არის ეს მეთოდი. როცა ჩვენ უფალთან მივდივართ, ჩვენ სულს უღვრით და ველაპარაკებით, თორე ბიბლია გვეუბნება, სანამ ჩვენ ბაგებზე სიტყვა მომდგარი, მან უკვე იცის, ჩვენს გულში რა არის. ეს ჩვენ გვჭირდება ისევ. გადმოუღაროთ ჩვენი გული და რაც წრფელად გადმოუღრი შენს გულს უფლის წინაშე, უფრო კარგად იგრძნობ თავს. იმიტომ რომ ღმერთი აფასებს ამას. იმიტომ რომ სული წმინდა საპასუხო ნუგეს გაძლევს, როცა წრფელად გადმოუღრი შენ. თორე ღმერთ შენი ლაპარაკი რა თუნდა. ეს ლაპარაკი ისევ შენ გჭირდება უფალთან. გადმოუღარე შენი სული. განთავისუფლდი. ილაპარაკე, აღიარე. ეს დიდებული რამ არის. უფალთან გატარებული დრო, უფალთან საუბარი. გამართლებული იქნა სულში. ქრისტეს აღდგომით დაადასტურდა, რომ იგი ღმერთის ზიარი. სულიწმინდამ დაადასტურა მისი ღვთიური ბუნება. ეს შეიძლება ეხებოდეს ეს სიტყვა იესო ქრისტეს ცხოვრებისეულ წმინდა სუფთა გზას და ასევე მისი აღდგომით გამართლებას. იმიტომ რომ რომაელთა 1:4 გველაპარაკება ამის შესახებ. იესომ თავის სულში გაიმართლა. გამართლება ნიშნავს გამოცხადებას მართლად. იესო ქრისტეში ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ ვინც ვირწმუნეთ, მართლად გამოგვაცხადა უფალმა. ამინ. განა იმიტომ რომ ნაკლი არ არის ჩვენში, მაგრამ იესო ქრისტეში, როგორც იესო გამართლდა სულში, მიწიერი ადამიანი, მიწიერ სხეულში გულისხმობ, ასე დღეს მიწიერ სხეულში მაცხოვრებელ ადამიანებს გვაქვს საშუალება იესო ქრისტეს რწმენით მივიღოთ გამართლება. კი არ გვაპატია მარტო. შეიძლება ადამიანს აპატიო, მსჯავრდადებული შეიწყალო, მაგრამ საბუთებში უწერია, შეწყალებული, მაგრამ დამნაშავე არის. ყოფილი მსჯავრდებული, მასამართლევი. მაგრამ იესო ქრისტე როცა გვპატიობს, ჩვენი საქმიდან, პირობითად ვამბობ, ჩვენი დოსიედან ამოღებულია ეს გამართლებულები. სასამართლო დარბაზში როცა ამართლებენ დამნაშავეს, ის ხდება მართლად და თავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან. იესო ქრისტემ ყველაფერი ისე აიღო თავის თავზე, რომ ჩვენ მასთან მოსული ადამიანები მართლებად გამოგვაცხადა. სამსჯავროზე ჩვენ მართლებად ვართ წოდებული. განა იმიტომ რომ დანაშაული არ ქონდა, ჩვენი დანაშაული იესო ქრისტემ აიღო საკუთარ თავზე და ჩვენ მოგვცა გამართლება. ჰალელუია. და ჩვენ ნიმუშის დაგვიტოვა დღეს იესომ, რომ გამართლებული ადამიანები მის კვალს მივყვებოდეთ. ასევე დანახული იქნა ანგელოზების მიერ. მესამე ფრაზა. მთელი წმინდა წერილის განმავლობაში იესოს ქრისტეს ცხოვრების პერიოდში ანგელოზების მსახურება ჩანს. მოწმეები იყვნენ მიშობისას, მიშობამდე მარიამს გამოეცხადნენ, კუდრეთით აღდგომის შემდეგ ჩანან ანგელოზები, მარხვალოც როცა დაამთავრა ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. მინდა გითხრათ უბრალოდ ამაში ერთი რამე დავინახოთ ჩვენ, რომ მისი მიწიერი სიცოცხლის დაწყებიდან ბოლომდე ანგელოზები მონაწილეობდნენ და მოწმეები იყვნენ იესო ქრისტეს საქმეებისა. ეს ნიშნავს იმას ძვირფასებო, რომ ანგელოზებმა ძვირფასებო დაამოწმეს, ანგელოზებიც მოწმობენ იმას იესო ქრისტემ რა აღასრულა ქვეყანაზე. დანახული იქნა ანგელოზების მიერ. ნაკადაგები იქნა ერებს შორის. ქრისტეს სახარება არ დარჩა მხოლოდ იუდეველებისთვის. ნახეთ, ნაკადაგები იქნა ერებს შორის. სახარება სდებას საზღვრებს. ის მხოლოდ იუდეველებისთვის არ იყო ნაკადაგები. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ქრისტეს გზავნილი ყველა ერისთვის არის. ყველა ტომისთვის არის. ქრისტეში არ არის განსხვავება. არც ერებს შორის, არც ტომებს შორის, არც კანის ფერი. იესო ქრისტეში საზღვრები არ არსებობს. იესო ქრისტეს სახარება გასცდა საზღვრებს გარეთ გავიდა. მთელ მსოფლიოში იქნა ნაკადაგები იესო ქრისტეს სახარება. 70 წელიც არ იყო გასული ქრისტეს აღდგომიდან,
რომ მისმა ეკლესიამ ფაქტიურად იმ დროინდელ მსოფლიოს აუწყა ღმერთის სიტყვა. იესო ქრისტეში საზღვრები არ არსებობს. სახარება იქნა ნაქადაგები ყველა ერებში. ამიტომ ჩვენს მოწოდებული ვართ, ჩემო ძვირფასებო, დღეს მნიშვნელოვანია ეკლესიამ უნდა აზიაროს სახარება. ამინ. ქრისტე ამისთვის მოვიდა. ჩვენი ცხოვრების ეკლესიის განუყოფელი ნაწილი არის, რომ ჩვენ გავაზიაროთ სახარება. მორწმუნე ადამიანის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შენ უნდა გიცნობდეს შენს გარშემო, როგორც ღვთისმოსავ მორწმუნე ადამიანს. შენს გარშემო შენ უნდა ახდენდეს შენი ცხოვრების სახარების სიწმინდის დემონსტრირებას და ადამიანებს სიტყვიერადაც უზიარებდე სახარებას. ამინ. რწმენით იქნა მიღებული ქვეყნიერებაზე. იესო ქრისტეს საქმე სახარება, როგორც უკვე გითხარით, რომელიც ნაქადაგები იქნა, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობების, რაც მსოფლიო მასშტაბით იყო. მრავალმა ადამიანმა მსოფლიო მასშტაბით ცნო სახარება. ცნო იესო ქრისტეს საკუთარ უფლად. მოციქულები დადიოდნენ, ქადაგებდნენ, მაგრამ მე ვამბობ, ძირითადად მსოფლიოს ყველა კუთხეში სახარება მიღებული იქნა. როგორც უკვე თქვი, 70 წელი არ იყო გასული და სახარებამ დედამიწის კიდეებს მიაღწია. სხვადასხვა ადამიანებმა, სხვადასხვა რჯულისამ, ტომისამ იესო ქრისტე ცნეს. მეექვსე რაც წერია, ეს არის ამაღლდა დიდებაში. ჩვენ ქრისტიანებმა უნდა ვიცოდეთ ამავე დროს, რომ საბოლოო გამარჯვება ეს იყო იესო ქრისტე ამაღლდა ზეცაში და ეხლა ღმერთის დიდებაში ზის. ამინ. შენი რწმენის წინ ამძღოლი ჩემო ძვირფასო ძმაო და დაო, დღეს ღმერთის მარჯვნივ ზის. გჯერა ამისი? გწამს ამისი? მაშინ ხმამაღლა თქვი ამინ. ჩვენი უფალი ზეცაშია. ჩვენი ღმერთი მკვდარი ღმერთი არ არის. ბუდა საფლავში წევს. მუჰამედი საფლავში, მისი საფლავი არის. ნებისმიერ რელიგიური წინამძღოლი დამისახერეთ, მათი საფლავები არსებობდა. მაგრამ ჩვენი უფლის საფლავიც არიელია. ჩვენი უფალი სიკვდილმა ვერ დაიკავა, იმიტომ რომ სიკვდილი ეს სოდვის შედეგია. იესო ქრისტე უცოდველი იყო. ჩვენი ცოდვების გამო მოკლეს, მაგრამ ის სიკვდილში არ დარჩა, ის ამაღლდა და ის დიდებაში არის დღეს. ჰალელუია, დიდება უფალს ამისთვის. და დღეს ძვირფასებო, იესო ქრისტემ თავი დაინდაბლა და ამაღლდა დიდებაში. ეს ისტორია იწყება ზეცაში, ხსნის ისტორია. ხომ არ გონიათ, რომ პირველ საუკუნეში დაიწყო, ეს დაიწყო ზეცაში. განხორციელდა ქვეყანაზე და მთავრდება ზეცაში. ამინ. ჰალელუია. იმიტომ რომ ჩვენ მოძვირფასებო, ესეთი საქმე არის, რომელიც მიწაზე დაწყებული და ჩაფიქრებული არ იყო. ზეციდან დაიწყო ეს ისტორია, იესოს ისტორია. ის როცა გამოჩნდა ხორცში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტე არ არსებობდა და იმ დროს გამოჩნდა და შეიქმნა, როგორც არის ასეთი მოძღვრებაც და ღმერთმა გარკვეულ პერიოდში შექმნა, ის მუდმივობიდან მოვიდა. იესოს ისტორია ზეცაში იწყება და ისევ ზეცაში მთავრდება, როგორც კაცისა. აქ მთელი სახარებაა, ძვირფასებო. და ჩვენ მორწმუნე ადამიანებმა რაც უნდა ვიცოდეთ დღეს, იესო ეხლა ღმერთის მარჯვნივ არის. ამინ. ის მეფობს და იესო კვლავ დაბრუნდება თავისი დიდებით. და ჩვენი იმედი არის, ძვირფასებო, მისი დიდებით დაბრუნება. ანუ აქ მთელი სახარება ამ ერთ მუხში. ღმერთი გახდა ადამიანი, მოკვდა ჩვენი წოდებისთვის. გაიმარჯვა სიკვდილზე. პატივს მიაგებდნენ ანგელოზები, დემონებს მისი ეშინოდათ. ის ამაღლდა. და ეს კეთილი უწყება ეხარა მრავალ ადამიანს. და მრავალი ადამიანი გადარჩა. და იესო კვლავ დაბრუნდება. ნახეთ ერთი მუხლი, ძვირფასებო. ჩვენ გველაპარაკება და ეკლესია კიდევ როგორც ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი, ჩვენ ეს ჭეშმარიტება უნდა გავახმიანოთ. უნდა ვიდგეთ ამ ჭეშმარიტებაზე.
და ამ ჭეშმარიტების იმედი უნდა გქონდეს. ამენ. მე მგონი ეს უფრო დიდია, ვიდრე მშრალი კანონები, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება. ეს ჩვენი ცხოვრებაა. ეს ჩვენი დღევანდელობაა და ეს ჩვენი მომავალია. ამიტომ მოდი ძალიან უბრალოდ ნუ შეხედავ იმას, რომ მორწმუნე ვარ. შენ უდიდესი პატივი გერგვა. შენ მისიით ახარ დღეს ქვეყანაზე მოვლენილი. შენ უნდა შეინახო ეს მისია და გაავრცელო ხალხში. და იცოდე, შენი მომავალი განსაზღვრულია. იესო იმ დიდებაში ზის და ის იმ დიდებიდან კვლავ დაბრუნდება იმისთვის, რომ მისი ერთგული ადამიანები იმ დიდებაში დააბრუნოს. ამიტომ მოდი ვიცხოვროთ ამ რწმენით. ვიცხოვროთ ამით, შემოძვრფასებო, მთელი ცხოვრება და გახსოვდეს ერთი რამ, შენი თავი შენ არ გეკუთვნის. გახსოვდეს ეს ჭეშმარიტება, შენი თავი შენ არ გეკუთვნის. შენ ეკუთვნი ღმერთს. ჰალელუია. და ეს სულაც ჩემს ადამიანურ თავმოყარეობას არ ლახავს, როცა მე ვამბობ, მე ჩემ თავს არ ვეკუთვნი. ჩემ ადამიანურ თავმოყარეობას შელახავს, თუ მე ვიტყვი, მე ჩემ თავს არ ვეკუთვნი, მე ბატონი მყავს, მე მონა ვარ, ვიღაცის მსახური ვარ, ვიღაცამ ჩაგრავს. მაგრამ მე როცა დღეს ვამბობ, ჩემ თავს არ ვეკუთვნი და თლიანად ღმერთს ვეკუთვნი, ეს სასიამოვნოა ჩემთვის. ვიღაცას არ სიამოვნებს და რას ასიამოვნოა, მონას რო გიწოდებენ. მაგრამ როცა ჩვენ თავს ჩვენ უწოდებთ იესოს მონებს, ეს პატივია. ჰალელუია. ეს პატივია, იმიტომ რომ შენ ეკუთვნი უფალს და საკუთარ თავს არ ეკუთვნი. უფალმა განსაზღვროს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი, ჩვენი ყოველდღიურობა. თუ უფალი განსაზღვროს ყველაფერს და მის სიტყვაში ვიქნებით, ჩვენზე ძლიერი ადამიანები, ჩვენზე თავისუფალი ადამიანები. ამას შემთხვევით არ ვგობ, ჩვენზე თავისუფალი ადამიანები არ იარსებებს ამ ქვეყანაზე, იმიტომ რომ ჩვენი მეფეთა მეფე, უფალთა უფალი, ეს იესო არის, რომელიც გვანიჭებს ჩვენ ჭეშმარიტ თავისუფლებას. მოდი წამოვდგეთ ფეხზე და ვილოცოთ, ჩვენ ახლა ზიარებას უნდა მივიღოთ. და აი ამ ყველაფერზე ძვირფასებო, რაზეც საუბრობ ჩვენ, იესო კუდრეთით აღდგომის წინ, ჯვარცმის წინ მან გაახმიანა და უთხრა თავის მოწაფეებს ყოველთვის, როცა ზიარება ჩაატარა, გახსოვდეთ, ყოველთვის მე გამიხსენეთ, ვიდრე მე მოვიდოდე. გაიხსენეთ, როცა ვიღებთ პურს, რომ ეს ჩემი სხეული არის თქვენთვის დამტრეული, რომელიც მოწაფეებმა იხილეს შემდეგ, ნაცემი, ნაგვემი, ჯვარზე ჩამოკიდებული, ნალურსმანი. აი ეს ჩემი სხეული არის. და როცა ამ პურს ჭამთ, გახსოვდეთ ჩემი ტანჯვა, ჩემი ნაგვემი სხეული და როცა აიღებ იმ სასმის, იესოს სიტყვა გაიხსენე, იესო მაშინ ვეთქვა, ხოლო ეს სასმისი ჩემი სისხლია, რომელსაც გაძლევთ ახალ აღთქმაში. იესომ პირობა მოგცა, რომელი პირობას დამოწმებულია მისი წმინდა სისხლით, გაღებული სისხლით, რომელიც უტყუარი არის. ამენ. მოდი აღვაპროთ ხელები და ვილოცოთ. წმინდა უზეციერო მამაო, დიდება და ქება შენ. მე მინდა შემოძვრფასებო, რომ გავიაზროთ, თუ რომელიმე ადამიანი უღირსად გრძნობდა თავს, თუ რომელიმე ადამიანი დიდი ხანი არ იყო კრებულში, იესო გელოდებოდა. შეიძლება ეკლესია აღარ ელოდება ხოლმე ადამიანს, იმიტომ რომ ამოწურა რესურსი ადამიანური, მაგრამ იესო ყოველთვის ელოდება ადამიანებს. ყოველთვის უნდა ყოველი ჩვენთაგანის გულში ჩახუტება. ამიტომ მოდი ვიცხოვროთ იესო ქრისტეს ღირსად. თუ ვიმეზე რაიმე გაქვთ გულში ჩადებული, ან არ გიპატიებია ბოლომდე, დღეს ის დროა, როცა იესოს უნდა სთხოვო პატიება და შენს გულშიც მოვიდეს პატიება ყველას მიმართ. დღეს ის დრო არის, როდესაც შენი გული, შენი გონება და შენი ქმედებები უნდა მოვიდეს სწორებაში იესო ქრისტეს სიტყვასთან. შენი ფიქრები და აზრები უნდა იყოს სწორებაში იესო ქრისტეს სიტყვასთან. თუ გიფიქრია კიდეც ისეთი რამ, რაც ამ წუთში გტანჯავს და ფიქრობ, მორწმუნე, ხანდახან იცით რა არის?
ყურადღებას არ მიაქცევს თავის ფიქრებს, მაგრამ გადის დრო, ამოტივტივდება და სხვენია თავისივე ფიქრებისა. საკუთარ თავს მე ვერ პატიობს, როგორ დაუშვი. გადმოღვარე შენი გული იესოსთან დამლოცვაში, უთხარი ესეც იესოს. მას ყველაფერი ესმის. დაიცალე შენი გული იესოს წინაშე. სთხოვე პატიება. იესო ქრისტის წმინდა დაღვრილის სისხლი გწმენს ყოველგვარი ცოდვისგან. ზიარებას ნუ მიიღებ უბრალოდ როგორც ტრადიციულად წესი. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ შეამოწმო ჩვენი თავები, შეამოწმე შენი თავი. იქნებ მოუნანიებელ ცოდვაში ცხოვრობ. იქნებ უპატიებლობაში ცხოვრობ, გძულს ვიღაც. თუ იესო ქრისტეს სიტყვასთან სწორებაში არ ხარ და გავს განსაკუთრებული რაღაც, რომელიც გტანჯავს, რომლისგანაც ვერ განთავისუფლებული ხარ. შეიძლება ზიარება შენთვის სასარგებლო არ აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ხანდახან ადამიანები მსჯავრსაც იტეხავენ თავზე. ამიტომ მოდი გადმოვუყაროთ ჩვენი გულები ახლა ჩვენი ღმერთის წინაშე ამ ლოცვაში, მოვინანიოთ თუ იმას რამე მოსამნიებელი გაქვს. გადაწყვეტილება მიიღე დღეს მყარი და ასე მიიღე ზიარება. მოდი აღაროთ ხელები და ვილოცოთ. წმინდა უზეციერო მამაო, დიდება და ქება შენ. შენ ახარ ცოცხალი და მარადიული ღმერთი, წმინდა და მარადიული ღმერთი, რისთვისაც მადლობას გიხდით შენ. მადლობა უფალო იესო. რომ შენ მოხვედი ქვეყნიერებაზე, მიიღი ადამიანის სხეული და ჩვენ გვაჩვენე. ადამიანებს თვალხილულად და ხელშესახებად თუ როგორი ხარ შენ უფალო. შენი გული გვაჩვენე, შენი საქმეები გვაჩვენე, შენი მიდგომები გვაჩვენე იესო, რისთვისაც მადლობას გიხდით შენ. რომ ჩვენი ცოდვები გამოისყიდე და მარადიულ სამსჯავროზე ჩვენ გამართლებულად წარგვადგინე. მადლობა შენ. მადლობა შენ უფალო იესო. რომ შენ დაამარცხე სიკვდილი აღსდექი მუდრედით ამაღლდი დიდებაში და იმ დიდებიდან იმზირები უფალო. და შენი სული არის ჩვენს გულებში, რომელიც არ რტოვებს. და ჩვენი მომავალი, ჩვენი იმედი ისევ შენ ხარ უფალო. ჩვენ გვჯერა რომ შენი შვილები იმ დიდებაში იქნებიან საბოლოოდ, რომელიც შენ განამზადე მათთვის. მიიღე შენ ქება დიდება და თაყვანისცემა ყველაფრისთვის. წმინდა ღმერთო, წმინდა სამებაო, მამაო, ძეო სულო წმინდაო და ყველა მთვას. ამინ.